ინდოეთი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. საბედისწერო რეისს ამ დროის მონაცემებით 315 ადამიანი ემსხვერპლა. მოლოდინია, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. კატასტროფის ადგილზე მსხვერპლთა ვინაობის დასადგენად სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, თუმცა Boeing 787-ის ჩამოვარდნის დროს მომხდარი ძლიერი აფეთქება პროცესს ართულებს. უძიმესი ტრაგედია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ჟურნალისტები იმ ადამიანების ინტერვიუებს ავრცელებენ, ვინც უბედური შემთხვევის შედეგად ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დაკარგეს. მედიასთან თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე არსებულ ვითარებას იხსენებს სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრი ნომერი 11. ის ბორტზე მყოფი 242 ადამიანიდან ერთადერთი იღბლიანი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა სიკვდილს, კიდევ ერთი მგზავრი გადაურჩა, რომელმაც აეროპორტში მისვლა დააგვიანა. ეს ჯოშების ოჯახია. ბრატეკ ჯოში 6 წელი ლონდონში მეუღლისგან და 3 მცირეწლოვანი შვილებისგან შორს ცხოვრობდა. 6 წლიანი ლოდინის შემდეგ ბრატეკის მეუღლემ 10 ივნისს ინდოეთში სამსახური დატოვა და ლონდონში ახალი ცხოვრების დასაწყებად გაემზადა. 12 ივნისს ავიაკომპანია Air India's თვითმფრინავში ჩასხდნენ და ლონდონის მიმართულებით გაფრინდნენ. თვითმფრინავმა კატასტროფა აფრენიდან რამდენიმე წუთში განიცადა. ბორტზე მყოფი ოჯახის 5 წევრი კი დაიღუპა. Boeing 787 ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადის აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით ადგილობრივი დროით 13 საათსა და 38 წუთზე აფრინდა. აფრენიდან 1 წუთში კი თვითმფრინავმა დასახლებული პუნქტის თავზე ნელ-ნელა დაშვება დაიწყო. შენობას შეეჯახა და კვამლის ალში გაეხვა. გუშინ თვითმფრინავს ვუყურებდი, როცა შევამჩნიე, რომ არც ისე მაღლა დაფრინავდა. საკმაოდ დაბლა იყო, ამიტომ ვიფიქრე, რომ აქ შეიძლება რაღაც მომხდარიყო, თუ თვითმფრინავი ამ სიმაღლეს შეინარჩუნებდა. ჩემი ეჭვი გამართლდა. აჰმადაბადის ქალაქი გლოვამ მოიცვა. იმედი ერთადერთი რამ იყო, რაც საავადმყოფოში მისულ ადამიანებს ჰქონდათ. თუმცა მალევე გაიგეს, რომ ოჯახის წევრები, ახლობლები და მათთვის ძვირფასი ადამიანები დაკარგეს. მგზავრების გარდა 315 დაღუპულს შორის არიან ადამიანები, ვინც ჩამოვარდნის ადგილას ცხოვრობდნენ. დაღუპულთა რიცხვი ჯერ ისევ დაუზუსტებელია. ჩვენ დაუღალავად მუშაობდით მსხვერპლთა სტომატოლოგიური ჩანაწერების შეგროვებაზე. ძალიან მძიმე სიტუაციაა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ. ინტერპოლის მიხედვით არსებობს 3 ძირითადი იდენტიფიკატორი. ერთი თითის ანაბეჭდი, მეორეა სტომატოლოგიური ჩანაწერები და მესამეა დნმ. დნმ, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი საშუალებაა გარდაცვლილთა ვინაობის დასადგენად. ამჯერად 135 გარდაცვლილის სტომატოლოგიური ჩანაწერები გვაქვს. ძლიერი აფეთქების გამო ექსპერტებს დაღუპულთა ვინაობის დადგენა უჭირთ. ამჟამად შემთხვევის ადგილიდან აღებული მხედრების დნმ ნიმუშს ოჯახის წევრების დნმ-ს ადარებენ. ლონდონის მიმართულებით მიმავალ Boeing 787 იღბლიანი მგზავრი წყავდა. მისი ადგილის ნომერი 11 არის. ბორტზე მყოფი 242 მგზავრიდან ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეში ერთადერთია, რომელიც ავიაკატასტროფას გადაურჩა. მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ საკუთარი თვალით დაინახა, როგორ იღუპებოდნენ ადამიანები. ვერ ვიჯერებ, რომ შევძელი, რომ იქიდან ცოცხალი გადავრჩი. ვიფიქრე, რომ მეც მოკვდებოდი. როცა თვალები გავახილე, გავიაზრე, რომ ცოცხალი ვიყავი. ვეცადე ღვედი შემეხსნა. აფრენის შემდეგ 1 წუთის განმავლობაში იგრძნობოდა, რომ თვითმფრინავი ჰაერში 5-10 წამით გაჩერდა. რეისზე მწვანე და თეთრი განათება ჩაირთო. რამეშის გადარჩენას სასწაულს უწოდებენ, თუმცა მან Air India's ბორტზე მასთან ერთად მყოფი უმცროსი ძმა დაკარგა. მისი ცხედარი ჯერ ნაპოვნი არ არის. როცა ოჯახში ეს ამბავი გავიგეთ, გაუგნებულები ვიყავით. ვერაფერს ვამბობდით. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ერთი ძმა გადარჩა, მაგრამ დამწუხრებული ვარ მეორეს ამბით. როდესაც გადარჩენის შემდეგ ვიშვაკ შუმარმა დაგვირეკა, უმცროს ძმაზე ნერვიულობდა. ერთადერთი რაზეც ახლა ფიქრობს, ჩვენი უმცროსი ძმაა. უბედურ შემთხვევას კიდევ ერთი სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრი ყავს. სტუდენტი ბომი ჩაუჰანი ბრიტანეთში მეფრინავდა, თუმცა საცობის გამო აეროპორტში 10 წუთით დააგვიანა და ბორტზე ასვლა ვეღარ შეძლო. როცა ამბავი გავიგე, სხეული დამიბუჟდა. ეს ჩემთვის სასწაულია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცდილობდი რეისამდე მიმეღწია, ეს მაინც ვერ შევძელი. ღმერთმა დამიფარა რეისზე დაგვიანებით. მადლობელი ვარ ღმერთის. რა გახდა ავიაკომპანია Air India's ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მედიაში რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსია ძრავის გაუმართავობაა, მეორე კი, რომელზეც ინდოელი ექსპერტები საუბრობენ Boeing 787-ის ფრინველთა გუნდთან შეჯახებაა. ვიცი, რომ ბევრი კითხვაა და ამ ეტაპზე ვერ შევძლებ ყველაზე პასუხის გაცემას. გამოძიება დროს მოითხოვს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. დავაწესეთ სპეციალური ცხელი ხაზი, რომელზეც დაკავშირებაც შეუძლიათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ჩვენ გავაგზავნებთ ზუსტი და დროული ინფორმაციის გაზიარებას, როგორც კი შევძლებთ. შემთხვევიდან 28 საათის შემდეგ ადგილიდან ამოღებულია შავი ყუთი. ინდოეთში უკვე ჩავიდნენ ბრიტანელი და ამერიკელი გამომძიებლებიც, რომლებიც ინდოეთს კატასტროფის მიზეზების დადგენაში დაეხმარებიან.